სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესს აგრძელებს. განახლებული მონაცემების თანახმად პარტია აყვავებული სომხეთის შესაძლოა ვერ მოხვდეს პარლამენტში, ის 4%-იანი ბარიერის ზღვარზეა. ამან კი შესაძლოა მანდატების განაწილებაზე იმოქმედოს. ცოტა ხნის წინ სომხეთში გამართული არჩევნები შეაფასა ეუთო ოდირის მისიამ. ევროპელი დამკვირვებლები საუბრობენ რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე, პოლარიზებულ გარემოზე, ოპოზიციონერების დაკავების ფაქტებზე და კამპანიის დროს გავრცელებულ დეზინფორმაციებზე, რამაც იმოქმედა საარჩევნო გარემოზე. მოამბის გადამღები ჯგუფი მუშაობს ერევანში. ლევან ახალაიე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლევან, ბოლო ინფორმაციას ველიჩენგა. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებს ჰქონდა თავისუფლება აერჩიათ სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის. ასეთია ის დასკვნა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გააკეთეს ეუთო ოდირის მისიის დაევროპელმა დამკვირვებლებმა. ამ მისიის პირველი შუალედური შეფასება არჩევნების შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი სასტუმრო მერიოტში გამართულ ბრიფინგზე. როგორც მისიის ხელმძღვანელები ამბობენ, პოლიტიკური კამპანია საარჩევნო იყო დატვირთული, დაძაბული, ზოგჯერ ტოქსიკურიც, ისმოდა ურთიერთბრალდებები, ძალიან ბევრი იყო, თქვათ, ოპოზიციური პარტიების წევრების დაკავების შემთხვევები, ზეწოლა, ასევე იყო საჯარო სექტორის გამოყენება, მათ აიძულებდნენ, მისულიყვნენ მართველი პარტიის შეხვედრებზე და ღონისძიებებზე. ეს იყო ის ხარვეზები, რომელიც მისიის წევრებმა დღეს ჩამოთვალეს, ასევე მათ ახსენეს ის ზეწოლა, რომელიც მომდინარეობდა ქვეყნის გარედან, საუბარია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რუსეთზე. მან თქვეს, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა სხვადასხვა სავაჭრო ეკონომიკურმა შეზღუდვებმა თავისი როლი ითამაშეს, რა თქმა უნდა, სომხეთში საარჩევნო პროცესზე. თუმცა ამასთან ერთად მათ ახსენეს ისიც, რომ დასავლეთის ქვეყნების, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა სახის განცხადებები და ჩარევები ასევე იყო სახეზე. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ის განცხადებები, რომლებიც გააკეთეს ეუთო ოდირის დამკვირვებლების და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პირებმა დღეს მერიოტში. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა პირდაპირ ზეწოლა საზღვარგარეთიდან სავაჭრო შეზღუდვების ესკალაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების სახით, რაც მიზნად ისახავდა ამომრჩევლებზე ოპოზიციური ძალების სასარგებლოდ ზეწოლას. კამპანია იყო უაღრესად კონფრონტაციული, თანსდებდა რიტორიკა, რომელიც თესავდა დაყოფას, აღინიშნა ხმების მოსყიდვისა და სხვა საარჩევნო დარღვევების ბრალდებები, რამაც გამოიწვია ოპოზიციური კანდიდატებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მრავალი საქმის აღძვრა, რის შემდეგაც ოპოზიციის მრავალმა მხარდამჭერმა თავი შეიკავა კამპანიაში აქტიურად ჩართვისგან. ამან საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლასთან ერთად, რომ დასწრებოდნენ მართველი პარტიის ღონისძიებებს და ახლახან შემოღებულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ზომებმა გააჩინა შეშფოთება კამპანიის თანაბარი შესაძლებლობების შესახებ. პოლარიზებულმა მედია გარემომ, მიკერძოებულმა მედია გაშუქებამ და მანიპულაციური შინაარსის გამოყენებით განხეთქილების მომტანმა ონლაინ კამპანიამ უარყოფითად იმოქმედა ამომრჩევლების მიუკერძოებელ და სანდო ინფორმაციასთან წვდომაზე. საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, სადაც არჩევნების დღეს დაკვირვება ხორციელდებოდა, არჩევნების მსვლელობა დადებითად შეფასდა. არჩევნები განსაკუთრებით დაძაბულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში პირდაპირი უცხოური ჩარევით ჩატარდა. ნათელია, რომ რუსეთისთვის პრიორიტეტული იყო გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა სომხეთის გავლენის სფეროს შენარჩუნებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ხელისუფლება ეყრდნობოდა არჩევნებში ჩარევის დიდ გამოცდილებას. მოსკოვის მხრიდან ზეწოლამ და მუქარამ მიაღწია უპრეცედენტო და შემაშფოთებელ დონეს. ჩვენ ისიც კი მოვისმინეთ, რომ ბატონი პუტინი საუბრობდა შესაძლო უკრაინულ სცენარზე, თუ სომხეთი გააგრძელებს პროევროპულ გზას. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრაციის შესანიშნავ მუშაობას. მე თვითონ მივიღე ძალიან პოზიტიური გამოცდილება გუშინ ერევნისა და მის შემოგარენში რამდენიმე საარჩევნო უბნის მონახულებისას. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, აქაც ჯერჯერობით რჩება ინტრიგა, რადგანაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ვერ ლახავს ერთ-ერთი 4 პარტიიდან, რომელიც მანამდე ითვლებოდა, რომ შევიდოდა პარლამენტში, ერთ-ერთი, კერძოდ აყვავებული სომხეთი ვერ ლახავს ჯერჯერობით ბარიერს 4%-იანს, სულ რამდენიმე 500 ხმა არის დაახლოებით საჭირო იმისთვის, რომ გადალახოს, თუმცა ეს ინტრიგა ჯერჯერობით შენარჩუნებულია.
ჩვენ ხედავთ რომ ჯერჯერობით ითვლიან CESCO-ში კომისიის წევრები ხმებს, ჯერჯერობით კიდევ არის დარჩენილი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით, რაც არის ხმები მიცემული, ისინიც უნდა დაითვალონ და შემდეგ უკვე გახდება ცნობილი საბოლოოდ თუ რამდენი პარტია იქნება ახალი მოწვევის პარლამენტში სომხეთში. შეგახსენებთ რომ ამ ეტაპზე ხდება სამი პარტია, ეს არის ნიკოლ ფაშინიანის პარტია, რომელსაც ექნება დაახლოებით 61 მანდატი, ასევე ძლიერი სომხეთი, რომელსაც იქნება 28 მანდატი და ასევე იქნება რობერტ კოჩარიანის სომხეთის ექს-პრეზიდენტის ბლოკი სომხეთი, რომელიც შევა 11 მანდატი. თუმცა მანდატების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით მოხდება თუ არა აყვავებული სომხეთი პარლამენტში. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, რომელიც CESCO-ს თავმჯდომარემ გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიტუაციასთან, როდესაც ერთი ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც საარჩევნო ბარიერთან ძალიან ახლოს არის. კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს წინასწარი შედეგებია, წინ გვაქვს კორექტირებისა და გადათვლის ეტაპი, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შედეგი ერთი ხმის სიზუსტით მივიღოთ. საბოლოო შედეგმა იდეალურ შემთხვევაში უნდა ასახოს სომხეთის რესპუბლიკის ამომრჩეველთა ნება. ასეთი არის ჯერჯერობით ვითარება სომხეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდები კიდევ სიახლეებს და უკვე საღამოს 9 საათზე შემოგთავაზებთ შემაჯამებელ გამოშვებაში სიუჟეტს, ასე რომ დაგველოდეთ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ლევან ახალაია საუბრობდა.